ესე იგი, წინა შეხვედრაზე აბა ვინ იყავით, თუ ხელს აიწევთ? ხო, ესე იგი, ძალიან ბევრი იგივე ხალხია. აბა ვინ არ იყავით წინაზე? უფრო მეტი. ვინც წინა შეხვედრაზე არ იყო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ესეთი საინტერესო და მხიარული თემა იყო. მე მგონი ინტერნეტში დევს და შეგიძლიათ მოიძიოთ. ეს იყო რომანტული სიყვარული ალბათ. გახსოვთ ან იცით, ან ნახავთ. ყველამ გაიგეს რა არის სიყვარული და წავიდნენ. უკვე იციან და აღარ უნდათ. ხო, რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, დღევანდელი შეხვედრა ცოტა უფრო ესეთია მძიმეა. რა ვიცი, მე ვიფიქრე, თავიდან ვიფიქრე საერთოდ არ მოვიტანდი ამებს ფურცლებს. და ისე როგორც ამბობენ ლაითად ჩავატარებდით ამ შეხვედრას, მაგრამ მე გულმა არ მომითმინა, იმიტომ რომ თემა ძალიან ღრმა არის და ვიფიქრე რომ ესე ლაითად საუბარს ხوارჯობია მეთქი ცოტა დავამძიმო თეოლოგიურად და ფილოსოფიურად. მე მესმის რომ მრავალი თქვენთაგანი დაღლილია ხოლმე, დაღლილი მოდის და უნდა რომ დაისვენოს. მაგრამ ეხლა ხო ხვდებით დასასვენებელი ადგილი ეს არ არის ნამდვილად. ეს არის შემეცნების ადგილი, ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობ უფრო მეტად ჩავუღმავდეთ ქრისტიანობას, საერთოდ რელიგიურ თემატიკას და ქრისტიანობას. აი იცით, რატო უსვავ მე ამას ხას? ორი მიზეზის გამო, ჯერ ერთი. ხო არ დაიღალეთ უკვე. თავიდან შეგაშინეთ. ჯერ ერთი. რატომ არის ზოგი ადამიანი არის რელიგიური და ზოგი არ არის? შეიძლება იყოს ძალიან კეთილშობილი ადამიანი, ზნეობრივი, მაგრამ ვერაფრით ვერ დაძრავ, რომ რაღაც სულიერი ცხოვრება დაიწყოს. მეორე ადამიანი, რომელსაც შეიძლება რაღაც ზედაპირული, უფრო სწორედ, მეორე ადამიანი, რომელიც შეიძლება ზნეობრივი თვალსაზრისით უფრო არ წარმოჩინდებოდეს როგორც უკეთესი და პირიქით რაღაც ზნეობრივი ჩავარდნებიც ქონდეს ან ქონია ცხოვრებაში, მაგრამ აღმოვაჩენთ, რომ ამ ადამიანმა საკმაოდ ღრმა რელიგიური ცხოვრება დაიწყო. მე ამ შემთხვევაში რელიგიურ ცხოვრებაში არ გულისხმობ ადამიანს, რომ წავალ სანთელს დაანთებს ან რაღაცა დადგება და ილოცებს ერთხელ რაღაც გულის მოთხოვნილება რო აქვს და ზედაპირზე ტივ-ტივს განაგრძობს. მე გულისხმობ ნამდვილ ღრმა რელიგიურ ცხოვრებას. საქმე იმაშია, რომ ადამიანები განსხვავდებიან სწორედ ამ სიღრმით ერთმანეთისაგან. მე არ ვიცი დაბადებიდან ზოგი ღრმა იბადება და ზოგი ნაკლებად ღრმა, მაგის თქმა მე არ შემილია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი რო დასრული ხდება, რაღაც მომენტში საკუთარ თავს რო ავლენს როგორც პიროვნება, არის ზოგიერთი ისეთი, რომ აი ესეთი მსუბუქია, პეპელასავით დაფარფატებს და ძალიან ვერც სიმაღლეზე ადის და დაბლას ესე დაფარფატებს და ზოგი არწივივით არის კაცო. ესე იგი თუ დაფრინავს მძიმედ, ღონივრად და თუ ავიდა ისე სიმაღლეზე ავარო, ნუ გაიტო. ოსორი. ანუ სიღრმეა, მძიმეა, შინაგანად. მისთვის მაგალითად, აი, თქვა სილამაზის ჭრეტა, ან მუსიკის აღქმა მაგალითად. მე მქონია შემთხვევა, როდესაც სადღაც თქვა მიწევდა სიარული და ვატყობდი რომ უსმენდნენ რაღაც ზედაპირულ მუსიკას, ახალგაზრდები იყვნენ და ისეთი მუსიკას უსმენდნენ, რომ უბრალოდ რაღაც პოპ მუსიკას იმდენად ზედაპირულს, რომ აი ძალიან ტკბილი ნამსხვრაზე რო უკაცრავად გული აგერევა რა, აი რაღაც ესეთი იყო და გადავწყვიტე რომ ეხლა ახალგაზრდებს წავახალისებ მეთქი და ჩაუწერე კომპიუტერში მქონდა, იქ იყო კლასიკაც, ჯაზიც, როკიც, ბევრი რამე იყო, ოღონდ ძალიან ესეთი სერიოზული და ჩაუწერე და მივაწოდე. ხო, მეთქი თან შედარებით უფრო ესეთი ჰარმონიულები შევარჩიე და მადლობა მითხრეს, მაგრამ არ მოусმენიათ, ვერ მოისმინეს და მე ჩემთვის ფიქრობდი, რომ აი თუ ადამიანი ვერ გაიგებს, თქვათ, ვერ გაარჩევს ნამდვილ მუსიკას რაღაც საშნელებისგან, რომელიც მუსიკის გარდა ყველაფერია და თქვათ, თუ ადამიანი ნამდვილ ხელოვნებას ვერ მიხვდება და ვერ გაარჩევს ცრუ ფასეულობებისაგან, ღმერთის შესახებ როგორ გაიგებს? აი როგორ უნდა გაიგოს ღმერთის შესახებ? განა ღმერთის შესახებ უფრო რთული არ არის რომ გაიგო? განა რელიგიურ ცხოვრებას ნაკლები აღქმა ჭირდება მშვენიერების, ნაკლები ესთეტიკის, თქვათ, ინტელექტუალური წვდომის, ხო? ნამდვილ ხელოვნებას ჭირდება ესეც, ხო? ანუ მე მის თქმა მინდა რომ თუ ადამიანი საკუთარ თავს არ მოსთხოვს და გემოვნება
უნდა აღზარდოს ადამიანმა. მე არ ვიცი დღეს ჩვენი განათლების სისტემა როგორ არის მოწყობილი, თუმცა მე ეჭვება რომ ეს კარგად იყოს თუ რაღაც ინდივიდის დონეზე რომელიღაც პედაგოგი ან დირექტორი რამეს ახერხებს, მაგრამ მე ესე მგონია რომ ბავშვი რო იბადება, ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება, უბრალოდ ბავშვს უნდა მივცეთ საკვები, არა მარტო ფიზიკური, არამედ ინტელექტუალური და შვინვიერი, სულიერი არ ვიხმარებ, სულიერი საკვები რელიგია იძლევა სულიერს და შვინვიერს იძლევა ხელოვნება. უნდა მივცეთ და გემოვნება განუვითაროთ. თუ ეს არ მოხდა, მეტყველებაც უნდა ისწავლოს, ფილოსოფიური აზროვნებაც უნდა ისწავლოს. თუ ეს ყველაფერია და თუ სიღრმე არ მიეცა ბავშვს, როგორ გაიგებს სარწმუნოებას? კი, რა თქმა უნდა, ახლა ადამიანის ბრალი შეიძლება არ იყოს ბავშვი ისეთ გარემოში აღიზარდოს და ადამიანს კონდეს ის და ნიჭიერება და ნიჭიერება ვერაფერმა ვერ დააკავოს და მერე კი თავისი გზაკვალი მონახოს, მაგრამ ფაქტია რომ ადამიანს თუ არა აქვს ეს ჩვევები ძალიან სიღრმისეულად წვდომისა, ხო? მერე გაუჭირდება. გაუჭირდება და რელიგიურ ცხოვრებას ჩვენ ვატყობთ აი ამას, რომ თუ ადამიანი რაღაცით არ დამძიმდა და მძიმეთ არ შეხედა, უყურებს მაგალითად ადამიანი ჩამავალ მზეს. ხო? ნუ ლამაზია ხა, ლამაზია ყველას მოსწონს ლამაზია, მაგრამ თუ ადამიანმა სიღრმისეულად არის, რატომ არის ესეთი ლამაზი, რომ ამოუწურავი? ადამიანი ახედავს ცას, ვარსკვლავით მოჭედილს, განსაკუთრებით მოწმენდილ ცაზე, მთაში. ხო და შეიძლება აიხედოს ერთი კარგად გააბოლოს, მერე კარგად შეიგინოს, გამოთრეს, დაიძინოს და მეორე ადამიანი ესე გაშტერდება და უყურებს და მეორე დღეს კიდე მოუნდება რომ კიდე გავიდეს ღამე და უყუროს, ვერ ამოწურავს ეს. ანუ ერთ და იგივე რაღაცას ხედავენ, მაგრამ ერთი ძალიან სიღრმისეულად აღიქვამს. ანუ მე მის თქმა მინდა რომ ადამიანმა იყოს შინაგანად მძიმე, კარგი გაგები, ღრმა და სულიერ ცხოვრებაში ეს საჭიროა. იმიტომ რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თანამედროვე რელიგიურ ცხოვრებაში, მე არ ვიცი სხვა დროს როგორ იყო, მაგრამ ეს არის, რომ თანამედროვე გამოწვევებს, ანტიქრისტიანულს დღეს ჩვენ ვერ უძლებთ. ვერ უძლებთ სწორედ ამის გამო. თუ ჩვენ ვტივტივებთ ყოფიერების თვალსაზრისით, ყოფაში იცოცხლე, ვიცით, კარგად კაიჭამოთ, კაისვათ, მაგრამ ყოფიერების თვალსაზრისით თუ ვტივტივებთ ზედაპირზე და სიღრმე არ გვინდა, როგორც კი მოვა ეს გამოწვევა ფოჩიანი კამფეტებისა და ჭრელი გველაშაპის სახით, როგორც წმინდა გიორგის მინანქრის ხაძია, ქართული მინანქრის ხაძია, იმ წამს ვწუნდებით, იმიტომ რომ ზედა სიღრმე არ აგვაქვს, ზედაპირული მშვენიერებით ისიც კარგად მშვენიერი, ამას ოფლისული და თავაზობს ისეთ რამეს, რომელიც ჩვენ გვეგემრიელება, გვემშვენიერება და ტოვებთ იმას, რაც ჭეშმარიტებაა. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რელიგიურ ცხოვრებაში კრიზისისა, მე ვფიქრობ, არის ის, მთელ სამყაროში და მათ შორის ახლა საქართველოში, რომ ადამიანებს არ უნდათ სიღრმისეულად ჩაუფიქრდნენ სულიერ ცხოვრებას და კმაყოფილდებიან რწმენა მოგეცარა რწმენა, ეს მადლობა ღმერთს, კმაყოფილდებიან ამ რწმენის ზედაპირული დაკმაყოფილებით. ნუ აი ხო ვილოცე და ხო წავიკითხე ლოცვები და ხო სანთელი დავანთე და ნუ ვინც ეკლესიურია ხო თქვი რაღაც აღსარება ჩამოვარაკრაკე, ხო ვეზიარები ნუ ხანდახან და აი ეგ არის სულ, ეგ არ არის სულ. აბა სად არის ის შენ ცხოვრებაში სად ჩანს რომ ვინც არ უარყოს თავითვისი, არ აღიღოს ჯვარითვისი და არ შემომიდგეს მე. იგი არ არის ჩემი ღირსი. სად არის ეს? სასופველიცისა იძულების, სად არის ეს? და ასე შემდეგ, სად არის ეს თავგანწირვა, სად არის ეს დრამატიზმი, ექსპრესია სიყვარულისა, ხო? ადამიანის ცხოვრება, ბობოქარი, შინაგანი, რომელიც აი მარტო ადამიანს შეიძლება ქონდეს, ხო, ხა ცხოველს ხო ეს არ ექნება. სად არის? ხო, ეხლა შესაძლოა თუ გავაკეთეთ, რომ იმიტომ კი რომ შემეშინებინეთ, იმიტომ რომ დღევანდელი თემა ცოტა სიღრმისეულია, მე ვეცდები რომ თეზისების სახით მოგაწოდოთ ის არ ჩაგვივარდეს თეზისების სახით მოგაწოდოთ ის მოწოდებაც მე თქვენთვის მინდოდა რომ თქვენთვის იყოს ინფორმაცია განჯისათვის როგორც იტყვიან თქვენს მომავალ ცხოვრებაში ბუდისტური გაგებით კი არა რა თქმა უნდა არამედ ხვალზე მაზეგ და ასე შემდეგ თემა გახსოვთ ეკლესია და პიროვნება ხო არ ვწდები ეგრეა ხო? ეკლესიის როლი პიროვნებაში. ნუ ხერ და იგივეა, კაი ოთარი შენ რა იცი ეს ვინ არის კაცო? ხო არ გეწყინა?
აიცი ვიწყარი. ესე იგი ახლა ეს ხუმრობით, მაგრამ ეს ნიუანსობრივი განსხვავება ეკლესია და პიროვნება და ეკლესიის როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში სინამდვილეში ოთარი მართალია, სინამდვილეში სულ მართალია. იმიტომ რომ დღეს აი ეს ჩანს, რომ თითქოს ეკლესია არის ბნელების ერთობა და ესე იგი ადამიანს რდგუნავს, ადამიანს მონურ მდგომარეობაში ამყოფებს და პიროვნების საერთოდ დადრუნვა ხდება და არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ სწორედ ქრისტიანობა ის მოძღვრება, რომელმაც სოფლიოში პიროვნების არსი, პიროვნების ცნება შემოიტანა. სხვა თემაა ეს. ესე იგი, რომ გავიგოთ პიროვნების არსი, რაში მდგომარეობს და რატო ინტერესდება, რატო უნდა დავინტერესდეთ და რა კუთხით უნდა დავინტერესდეთ, უпростоრეთ რომ გავიგოთ რას ფიქრობს ეკლესია პიროვნების შესახებ. ცოტა სიღრმისეულად მინდა და შორიდან დაგანახოთ და აი, როგორც კიდევ ვიმეორებ, მოკლედ თეზისების სახით. ბერძნებს, იცით ხა ბერძნებს რატო ახსენებენ ბერძნებს, ჩინელების ხო იყვნენ და სხვაებიც, რომლებიც ფილოსოფიურად აზროვნებდნენ, ბერძნულ სამყაროში ფილოსოფიურმა აზროვნებამ მეცნიერული თვალსაზრისით მიაღწია მწვერვალს. ადამიანის ინტელექტს ისეთი სიმაღლეებისათვის, აი ლოგიკური აზროვნების თვალსაზრისით, როგორც ეს ბერძნულ სამყაროში მიაღწია, ბერძნულ ფილოსოფიაში ესე არსად მიუღწევია. როგორც წმინდა წყლის, ესე იგი ლოგიკური აზროვნების, თქვათ, მეთოდები, აი ტვინის ფუნქცია, რასაც ქვია, ეს არის საოცარი სიმაღლე, თქვათ, ბერძნულ სამყაროში, რომელიც მე ფაქტობრივად რომელსაც ყველა იყენებდნენ ფილოსოფოსები, იყენებდნენ თეოლოგები და ალბათ მეცნიერებიც, იმიტომ რომ იმათი ძალიან სერიოზული კანონები აღმოაჩინეს ყოფიერებისა, შეიძლება ასე ითქვას და. მაგრამ ნახეთ, ბერძნებს აინტერესებდათ ყოველთვის და საერთოდ წარმართულ სამყაროში ეს იყო თავარი, აინტერესებდათ სამყარო, აინტერესებდათ ბუნება და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა შეუწყო ფილოსოფიისა და მეცნიერების განვითარებას ხელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო წარმართულ სამყაროში. ეხლა ვინც არის ფილოსოფიის სპეციალისტი და ძველი, თქვათ, ძველი სამყაროს სპეციალისტი, იმან ძალიან კარგად იცის ეს. მაგრამ აი მათ ფონზე, ამ წარმართების ფონზე და ბერძნულ სამყაროში ამ მწვერვალს მიაღწია, რო გითხარით, ძველი აღთქმის ებრაელებს ნაკლებად აინტერესებდათ სამყარო, ბუნება, და ამიტომაც იყო მათ რო წაიკითხავთ, ხა ძველ აღთქმაში ვკითხულობთ, ნახავთ, რომ ებრაელებს ნაკლებად მიუღწევიათ, თქვათ, ებრაულ სამყაროში არ იყო ეს განვითარება, თქვათ, მეცნიერებისა, არ იყო, თქვათ, სამხედრო ძლიერება, არ იყო სახელმწიფოებრივი ძლიერება, რაღაც ერთი გამონათების გარდა, მაგრამ ისიც საღვთო ძლიერებით იყო გამოწვეული, განსაკუთრებული განგებულებით ღმერთისა, მეგულისხმობ დავითისა და სოლომონის ეპოქას. ბერძნებს აინტერესებდათ სხვა რამე, ბერძნებს აინტერესებდათ არა სამყარო, არამედ ბერძნებს კი არა, ებრაელებს აინტერესებდათ არა სამყარო, არამედ ებრაელებს აინტერესებდათ სამყაროს შემოქმედი. ანუ ის თუ ვინ შექმნა სამყარო. აინტერესებდათ არა ყოფიერება, არამედ ყოფიერების შემოქმედი ცოცხალი ღმერთი, პიროვნება და გახსოვთ ეს ბიბლიის ძალიან დაბადების წიგნში ძალიან მალევე ვკითხულობთ ჩვენ აი ამ სიტყვებს, როდესაც სამყაროს შემოქმედი ეუბნება მოსეს და ამით მთელ კაცობრიობას. რომ ვარ რა არის ყოფიერება, ხო? ვარ არის მე. ვინ ხარ ეკითხება. და ამ შემთხვევაში სახელი ნიშნავს არსს. არსი, რა არის შენი არსი, რა არის? თქვათ, ბუდისტებისათვის რა არის არსი, ხო? ჩინელებისათვის რა არის არსი, თქვათ, ხო? პლატონისათვის რა არის ყოფიერების არსი, საწყისი, ხო? რაღაცა განფენილობა, რაღაცა ენერგეტიკა, მოდი ესე თქვა, თანამედროვე სიტყვაა. მაგრამ ებრაელისათვის რა არის სამყაროს არსი? ყოფიერება, ვარ რა არის? არის მე. და იმიტომ ეუბნება მოსეს, მე რა ქვიაო შენ? მე ვარ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქვე უკვე და ამით ესე იგი განაცხადეს ებრაელებმა უკვე გამოცხადებით მიეცა ეს მოსეს, განაცხადეს რომ სამყაროს ყოფიერების არსი არის პიროვნული. ხედავთ საიდან მოდის პიროვნების ცნება. ანუ სამყაროს საწყისი არის არა ბნელი მატერია, ქაოსი, შემთხვევითობა, არა თქვათ რაღაც განფენილი ენერგეტიკა, თქვათ, ხო, როგორც აღმოსავლეთში იყო, თქვათ, ოკულტიზმშია, გნოსტიკოსებთან არის, ჩინელებთან არის და შემდეგ არამედ ცოცხალი პიროვნება.
სამყაროს საწყისი არის ცოცხალი პიროვნება. თავისთავად ცხადია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაიცით რატო? იმიტომ რომ თუ სამყაროს საწყისი არის უპიროვნო ენერგეტიკა, ან ქაოსი, ან ასე შემდეგ, მაშინ მე ადამიანი ვარ ატავიზმი. რაღაცა წარმონაქმნი, რომელიცაც პერსპექტივა არ აქვს, იმიტომ რომ სამყაროს საწყისი არის უპიროვნო რაღაც სუბსტანცია. ამიტომაც არის ყველა რელიგიაში პიროვნება, აღმოსავლურ რელიგიებში პიროვნება ქრება და კვდება. დოქტრინალურად არ იძლევა საშუალებას მათი, მაგრამ თუ სამყაროს საწყისი არის მე, ანუ პიროვნება, მაშინ მე როგორც პიროვნება, მეს როგორც პიროვნებას აქვს პერსპექტივა, იმიტომ რომ მე ატავიზმი კი არა ვარ სამყაროში რაღაც ესეთი დესტრუქციული მოვლენა, როგორც ჩინელები ფიქრობენ, რომ კანონზომიერებას მხოლოდ ადამიანი არ ღვევს, ნუ ამაში სიმართლეც არის, ხო ხდებით? არამედ მე ვარ ის შემთხვევითად კი არა ვარ მე, რომ მიყვარს და რომ ვაზროვნებ და რომ შემეცნებისა და თვით შემეცნების უნარი მაქვს, არამედ პირიქით, შემთხვევით კი არა, მე ჩემთვის არის ეს ყველაფერი შეიქმნა, იმიტომ რომ მე ყოფილიყავ ისეთი, როგორიც ის არის. იწყება ღმერთით და ადამიანის შექმნით შეიკრა ეს წრე სამყარო და ბოლოს ღმერთი ადამიანათაც მოვიდა, ხო, ქრისტიანობა მასწავლის და მთლიანად შეკრა ეს წრე. და ეს არის საოცრება და მე იმეც მაძლევს, რომ მე არა უბრალოდ ყოფაში ვარ, აბა კაიჭამოთ, კაივსვათ, არამედ ჩემი ყოფიერება ღმერთიდან იწყება და ღმერთამდე ადის და საოცარი პერსპექტივაა, კაი განსხვავება. ნახეთ, ეხლა ეკლესიამ რა გააკეთა შეხედეთ? ეკლესიამ ეს ორი ცოდნა გააერთიანა, ბუნების შემეცნება, სამყაროს შემეცნება და პიროვნების შემეცნება გააერთიანა თეოლოგიაში. თეოლოგიაში, რომელიც არის სამპიროვანი ერთარსება ღმერთის შესახებ მოძღვრება. და ეს ყველაფერი უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. ამიტომ აი ბერძნული იგივე ფილოსოფიის განვითარებას თუ დაინახავთ, მე რაღაც დგება მომენტი პლოტინის პერიოდი, უკვე ქრისტიანობა უკვე ძალაში შედის ამ დროს, პლატონი არა, პლოტინთან ჩიხი იწყება. ვეღარ ვითარდება. იმიტომ რომ ინტელექტი აღარ არის საკმარისი, საჭიროა შინაგანი მზაობა, რომელიც ბერძნებს არ აქვთ. და ქრისტიანობა არ ღვევს ამ ყველაფერს და საწყისზე ამბობს, ეს არის პიროვნება. როგორც კი ამას ამბობს, საწყისი არის პიროვნება, ყველაფერი იხსნება და ნუ აი საოცარი სიმაღლე ქრისტიანული თეოლოგიისა, რომელიც მწვერვალებია გრიგოლ ნოსელი, მაქსიმე აღსარებელი, გრიგოლ პალამა, თქვა გრიგოლ ღვთისმეტყველი და ასე შემდეგ, და ასკეტი მამბების სიკვდილი ღვთისმეტყველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაღაც საოცრებად, რომელსაც სამყარო არ იცნობს. სამყარო იცნობს ნიჩეს და ჰეგელს და რა ვიცი, ვიღაც ამათ არ იცნობს. რა საოცრება, რამათ არ იცნობს. კაცი მერვე საუკუნეშია მაქსიმე აღსარებელი და ამბობს, რომ ნივთიერება ღმერთის მიერ შექმნილი ენერგია. აი ეს სიმაგრე ენერგია. ამას ამბობს და მე ამას იტყვის მე-20 საუკუნეში დასაწყისში აინშტაინი. კაცი მერვე საუკუნეში ამბობს და წარმოგიდგენიათ, რა დონის მოაზროვნია, რა გარღვევა აქვს მის სულს გაკეთებული. სამყარო არ იცნობს. დაახლოებით იგივეს ამბობს მე-4 საუკუნეში გრიგოლ ნოსელი. მე-4 საუკუნეში. აბა წარმოიდგინეთ, სამყარო არ იცნობს. ხო, აი ესეა. ესე იგი, ქრისტიანულ რაც შეეხება უკვე დაინახეთ, რომ რადგან სამებაზეა საუბარი, სამებაზე იმ წამსვე პიროვნების ნება წამოტივტივდება, იმიტომ რომ სამება რას ნიშნავს? რა, ქრისტიანების მრავალღმერთიანები ვარ თუ რა შეასაკ? არა. ერთი ღმერთი გვწამს, აბა სამება რაღა არის? ერთი ღმერთი, ერთი არსი, ერთი ბუნება, სამი პიროვნება ერთდროულად. ვაი, ესე იგი რა არის პიროვნება? რა არის პიროვნება? რომელიც ბუნებაზე და არსი არ დაიყვანება, არსით ერთია, მაგრამ პიროვნება სამია. და უკვე შემოდის პიროვნება როგორც საიდუმლოებრივი რეალობა, რომელსაც ახლა ვერ მოკიდებ ეს ადვილად ხელს, იმიტომ რომ ერთი არსება თუა და სამი პიროვნება თუა, უკვე მიხვდები, რომ პიროვნება არის რაღაც საიდუმლოებრივი რეალობა, რომელსაც ესე მარტივად ვერ გავიგებ რა არის და ადამიანურ სინამდვილეში, ყოფით სინამდვილეში, როგორც კი მე პიროვნების ცნება დამყავს ინდივიდუალიზმამდე, წინა შეხვედრის ერთი გოგონა გამომეტყობა, მაძიებელი გოგონაა და მას აქვს აი ის აღრევა ცნებებისა, რაც საზოგადოებაშია გავრცელებული, რომ პიროვნება და ინდივიდი სინონიმები არ არის, პიროვნება და ინდივიდი არათუ სინონიმები არ არის, არამედ ქრისტიანულ თეოლოგიაში ეს ორი დაპირისპირებული რეალობაა. ინდივიდუალურობა ეგოიზმთან არის წილნაყარი, ხოლო პიროვნულობა თავგანწირვასთან.
გესმით? ინდივიდუალობა უსიყვარულობასთან და ჩაკეტილობასთან, სიამაყესთან, ამპარტავნებასთან, პიროვნულობა სიმდაბლესთან და სიყვარულთან არის ასოცირებული. ანუ უთუიად დაპირისპირებული რეალობებია სინამდვილეში ესენი. და პიროვნულობა, რომელიც ადამიანს ღმერთს ამსგავსებს, თორე ღმერთია ესეთი, არის სწორედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი, რითაც ადამიანი განსხვავდება ცხოველისაგან. ადამიანს პიროვნულობა არ ქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ყველაზე მშვენიერია, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ყველაზე ინტელექტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი რთულია ბუნებით, დიხოტომიური არსებაა, სულიც აქვს, რაც არა აქვს სხვა ცხოველს და ესე იგი ხორციც აქვს, მაინც ადამიანი ცხოველის დონეს ვერ ასწდებოდა. უბრალოდ იქნებოდა უფრო განვითარებული ქმნილება, რომელსაც რაღაცა უკვდავებასთან წილნაყარია, მაგრამ ეს არ იქნებოდა ის, რაც ღმერთს შეიძლება დაემსგავსოს და ღმერთის მსგავსი გახდეს. პიროვნულობა ქმნის იმას. პიროვნულობა ქმნის ეს საიდუმლოებრივი რეალობა ქმნის იმას, რითაც ადამიანი ხდება ადამიანი. ეხლა ძალიან გთხოვთ, როცა მე ამას გესაუბრებით, არ დაიძინოთ ხო ჯერ პირველ რიგში. ხო არ გძინავ. ეს ერთი, მეორე. ეხლა მეორე, რაც უნდა გითხრათ. არავინ არ იფიქროთ, რომ მე ხა არც ფილოსოფოსი ვარ, არც თეოლოგი ვარ. არც სემინარის ლექტორი ვარ, ვიღაცამ შეიძლება თქვას, არც სტუდენტი ვარ. რაში მჭირდება ახლა მე ეს? ღვთისმსწინვარში გეუბნებით. ეს რომ არ გჭირდებოდეთ, ნამდვილად არ მოვიტანდი ამას ახლა მე თქვენთან. აი ეს სიღრმისეულად რა. იმიტომ რომ ადამიანს ეს ჭირდება პირად სულიერ ცხოვრებაში. იმიტომ როგორც კი ადამიანი სიღრმისეულად მოინდომებს ქრისტეს დაემსგავსოს. სანამ ადამიანის რელიგიურობა ამოიწურება იმით, რომ რელიგიურ გზნობებს იკმაყოფილებს, მანამდე მას ეს არ ჭირდება. რა თმინდა ახლა ეს სიღრმისეული თეოლოგია თუ ძმახა. როგორც კი ადამიანი გადაწყვეტს, მტკიცედ, რომ მე უნდა ვაკეთო ის ეკლესიაში, რისთვისაც მოვედი, რისთვის მოვედი? ქრისტეს დავემსგავსო. ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, ეს ჩემი ნათქვამი არ არის. ვინ თქვა ეს? ვინ თქვა ეს? პავლე მოციქულმა. ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის მისი. წარმოგიდგენიათ რას ამბობს? ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის ქრისტესი. ეს განაჩენია ჩვენთვის. ჩვენ თუ არ მოვინდომებთ, რომ მოვიხვეჭოთ სული ქრისტესი. წმინდანებიც იგივეს ამბობენ შემდგომში. ხედავთ რა უცნაური რაღაცა არის. და შეგესმით რას ნიშნავს სული ქრისტესი? ესე გავხარ მას. როგორც შენ თუ გინდა რომ იყო ქრისტიანი და ცხოვრობდე, როგორც ქრისტე ცხოვრობდა, იოანე მოციქული გვეუბნება. ზუსტად ეგრე უნდა ცხოვრობდე შენ. გესმით სადავართ. ეს არის ქრისტიანობა. ეს არ უნდა თანამედროვე ჰედონისტურ განწყობებში ჩაზირულ სამყაროს. არ უნდა. გასაგებია, რა თქმა უნდა. კაი ჭამე, კაი სვი. მიყვარს ჭამა და მიყვარს სმა, თენდება, გახსოვთ ეს კომპლეროა, გადასარევი ქართული მულტფილმი. და ჩვენ გვეცინება, მაგრამ ის იგავური სახეა, იმიტომ რომ ის სანამ ამ მულტფილმს გააკეთებდნენ ეს მაგის შემქმნელები, ნიჭერი, მე არ ვიცი ვის ძალიან მაგარი რამეა. მანამდე ეს ილიამ დაწერა ლუარსაბ თათქარიძეს სახით. და ილია ტყილად არაფერს არ წერდა. გახსოვთ ილიას როგორ დაუპირისპირდა მაშინდელი ზედაფენა საქართველოს საზოგადოებისას, ერთ-ერთი მიზეზი დაპირისპირებისას სწორედ კაცი ადამიანი იყო. რატო? დაინახეს თავისთავად და არ მოეწონა. და რელიგიური ადამიანი იყო ლუარსაბი. აღსარებელი და მაზიარებელი იყო, მარხვასაც ინახავდა, ხო გახსოვთ? ჭამამ კი მოკლა საწყო. ასე რომ მე მის თქმა მინდა რომ თუ ჩვენ არ ჩაუღმავდებით ამას, ნუ მაშინ თქვათ რომ არ გვინდა კაცო ესა და წავიდეთ ჭამოთ სვა და თუ ჩვენ ცხოვრებაში მარადისობა არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ პავლე მოციქული გვეუბნება. ჭამოთ სვა და მაინც ხვალე მოვკვდები და რა თავს ვიკლავთ, რაში გჭირდება ეს ყველაფერი. აი ეს არის. ამიტომ ერთადერთი რითაც ჩვენ განსხვავდებით ცხოველთა სამყაროსაგან, ეს არის ჩვენი პიროვნულობა. სხვათა შორის ახლა ვნახე ესეთი ფილმი, მე მინდა რომ გირჩიოთ. ეს არის ნიკიტა მიხალკოვის, მე არ ვიცი ახლა არა ვარ კინოხელოვანი კინოსპეციალისტი გვერდზე მიზის და როცა კინოზე ამბობ ხოლმე სულ მეშინია კოჩასი რამე ახლა ათქვას. მაგრამ მე არ ვიცი რა დონის ფილმია, მაგრამ აი
შემეცნების თვალსაზრისით, აი ამ კუთხით, მე ყველას გირჩევთ ამ ფილმის ნახვას, ნიკიტა მიხალკოვის 2014 წლის ფილმია, ინტერნეტში უკვე არის, ფილმს ქვია სოლნიჩნი უდარ, მზის დარტყმა. აი ამ ფილმში არის ძალიან მაგარი რაღაცა ერთი გაკეთებული, რომ ეს არის გასაბჭოების პერიოდი. ბუნინის მიხედვით არის და როგორც თვითონ მიხალკოვი ამბობს 37 წელი ამ სცენარზე ფიქრობდა, როგორ გაეკეთებინა ეს ფილმი. აი, როგორ დაინგრა მართლმადიდებელი სახელმწიფო და როგორ დაიწყო ის უბედურებები, რაც დაიწყო მილიონობით ხალხის გაჟლეტვა. რა მოხდა? და ეხლა რა თქმა უნდა, თელ იმპერიას ხო ვერ მოიცავს და არის გაკეთებული რაღაც ვიწრო სეგმენტია და იქ არის საინტერესო ერთი ბავშვის ამბავი, რომელიც მერე ხდება რევოლუციონერი. და ეს ბავშვი არის სტიხაროსანი ეკლესიაში. არის უკეთილშობილესი ბავშვი. აი ნაადრევად დაბრძენებული და დაღვინებული ბავშვები რო არიან ხოლმე. და ერთმა სიტყვამ პედაგოგისა ამ ბავშვის ცნობიერებაში რომ შეაღწია, დაიწყო მისი დაზიანება, მისი ფსიქიკის, მისი სულიერი სამყაროსი და აი ამ გადასარევი ბავშვიდან მივიღეთ ფაქტიურად მონსტრი. რომელსაც ეს მონსტრობა კარგად ჩანს ამ ფილმში, ეს მონსტრობა კი არ სიამოვნებს. აწუხებს, მაგრამ მაინც მონსტრია. და ეს დაზიანება საიდან დაიწყო? პედაგოგი მიდის სკოლაში და ეუბნება, რომ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისაგან და ღმერთი არ არის. და ამ ბავშვი იწყება საშინელი მდგომარეობა, აი ბაცილა რო შეეყრება, რომ გაციებს და გაცემინებს, აი ეს ეწყება. როგორ? ესე იგი რა გამოდის? მე კაი მე მაგრამ შენც მაიმუნი ხარ კაც, თუ განვითარებული. კაი შენ მეფეც მაიმუნისგან არის, მეფეს პატიუშკაცა რო მეფეც და როგორ ესე იგი და ღმერთი და მაშინ თუ ღმერთი არ არის და დოსტოევსკის არ იყოს თუ მაიმუნი, მაშინ ეს ყველაფერი და აი ეს ანგელოზი ბავშვი ხდება მონსტრი. და ტრაგიზმი და გენიალურობა რეჟისორისა და ტრაგიზმი ამ პიროვნებისა იმაშია, რომ როგორ აწუხებს ეს მონსტრობა და ეს მონსტრი არის კეთილი გველეშაპი რო წარმოიდგინო რა, კეთილი რომ მოგეწონება, მაგრამ მაინც გველეშაპია შეგახარამუნები, მაგრამ კეთილია, იტირებს თან. აი ესეთი მონსტრატი იქცევა. ამიტომ აი დღეს მაგალითად ეს დესტრუქციული აზრები ხო? მაშინ ერთი იყო, რომ აი შენ რაც გითხარით, რომ მაიმუნისგან ეს დესტრუქციული ინფორმაციები რამდენი შემოდის? ყოველდღიურად ინტერნეტს ჩართავ, ტელევიზორს ჩართავ. სასწავლებელში ვიღაცა ლექტორი შემოვა. ნიაღვარი ეყურება. ცოტა ჩვენ ესე იგი უფრო იმუნიტეტი გაძლიერებული შეიძლება გვაქვს, მაგრამ მაინც საშინელი მდგომარეობა ამ ხო ხდები. ამიტომ ძალიან ეხა იმ ბავშვს და იმ დროინდელ თქვათ რუსეთის იმპერიის მოსახლეობას ეს იმუნიტეტი არ ქონდა. არ იცოდნენ რა უნდა დაეპირისპირებინათ, იმიტომ რომ მათი რელიგიური ცხოვრება არ იყო ღრმა. ანუ არ იყო მათი რელიგიური ცხოვრება, არ იყო მზად იმ გამოწვევებისათვის, რომელიც მოიტანა, თქვათ 17 წლის რევოლუცია. არც საქართველოში, არც რუსეთში, საერთოდ ევროპაშიც არავინ არ იყო მზად ამისათვის. და დაინგრენ. ჩვენ უნდა მზად ვიყოთ. ჩვენ არ შეიძლება რომ მზად არ ვიყოთ, იმიტომ რომ ესეთი საშინელი ძალა მოდის, რომ ვერაფრით ვერ მოვახერხებთ, რომ ჩვენ ამას დავაპირისპირდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ. ამიტომ ესე იგი, ამიტომ გვინდა რომ ჩვენ რასაც ხელს მოვუკიდებთ, რასაც თითქოს დავინტერესდებით, სიღრმისეულად ჩაუყურებთ. თორე სხვაგვარად არაფერი არ გამოვა. ამიტომ ეს ფილმი ნახეთ, როგორც გითხარით და ამ ფილმში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით თუ რა დიდი სიფრთხილე გვმართებს და არაჯანსაღი ინფორმაციის უკან ეს ვირუსია, ინფორმატიული ვირუსი რო ანადგურებს ინტელექტს. ეს ვიცით დღეს ახლა ძველად ადამიანები არ იცოდნენ და კომპიუტერში ვაიღებ, ვიცით რომ კომპიუტერი ნადგურდება ინფორმაცია, არაჯანსაღი ინფორმაციით. შედის რაღაც ინფორმაცია და კომპიუტერი ფუჭდება. ესევე ფუჭდება ადამიანის ცნობიერება. და ეს არაჯანსაღი ინფორმაცია არა მარტო თქვათ ინფორმაციის მატარებელია, ის ენერგეტიკას ატარებს, იმიტომ რომ დემონური სახის არის და სპობს ადამიანს. და მას უნდა დაუპირისპირდო ანტივირუსი. ანტივირუსი არის ერთადერთი. ეს არის სიღრმისეული გაგება ყოფიერებისა და ქრისტიანული რელიგიისა, რომელიც ძალიან ღრმა არის თავისი არსი. და აი
და საკუთარი თავისა. სოკრატე ჯერ კიდევ როდის ამბობდა, რომ შეიცან თავი შენ. ეს ძალაშია დღესაც და უნდა გვაინტერესებდეს, რას ნიშნავს საკუთარი თავი. და ეს სოკრატესიც არ იყო, სოკრატემაც ეს სადღაც აღმოიკითხა, ხო? რომელიღაც ტაძარზე. ამიტომ უნდა გვაინტერესებდეს, სად გადის ნამდვილი ზღვარი ჩვენსა და ცხოველს შორის. აი იმ ბავშვმა იქ ვერ გაატარა ეს, მაგრამ მაშინ იწყება ეს ბრძოლა და ვერაფრით ვერ მოახერხა. ადვილი არ არის. ეს ძალიან რთულია. ამ ბავშვმა ვერ მოახერხა და დაიღუპა ეს ბავშვი. ჩვენ ყოველთვის მოვახერხებთ ამას, როცა ეს მისწრაფებები უფრო ძლიერია. ამიტომ ჩვენ უნდა ჩავწვდეთ ჩვენს ნამდვილ არს და უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ და გვაინტერესებდეს არა ის რანი ვართ. ესეც მნიშვნელოვანია. საკუთარი თავის შეცნობაში იგულისხმება ისიც, რომ გავიგოთ არა მარტო რანი ვართ, არამედ ისიც, რომ ვინ ვართ. ქრისტიანობა ამას ხაზს უსვამს, გაიგებ ვინ ახარ შენ. ოღონ არა ინდივიდუალიზმის გაგებით. რა არის ინდივიდუალიზმი? ეს არის ამ სიტყვის ქართული სიტყვაც, ეს ქართული სიტყვა არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს სიტყვა კარგად წარმოაჩენს, თქვათ, არს, რაზეა საუბარი. ეს არის შენი უნიკალურობა, რომელიც შენ ბუნებაშია ჩაკირული. მართლაც, აი, ყოველი მაგალითად ფოთოლი რო აიღო და თითის ანაბეჭდი რო აიღო და ზებრას წინწკლები რო აიღო და ყველაფერი ეს არის აბსოლუტურად ინდივიდუალური, განუმეორებელი. შენ ხარ განუმეორებელი, შენი ინდივიდუალური მახასიათებლებით. შენი ფსიქოსომატური მახასიათებლებით, არა მარტო ხორცელი, არამედ ფსიქოლოგიური. განუმეორებელი, არასოდეს აღარ განმეორდება ეს. როგორც თითის ანაბეჭდი არ განმეორდება. რა უცნაური, ფიფკი, თითოეული ფიფკი ინდივიდუალურია. ორი ერთნაირი ფიფკი არ არსებობს, ტრილიონობით იღვრება წინა. რა ხდება? ეს საკმარისი არ არის განა, არ არის საკმარისი, ეს არათუ ცხოველთა სამყაროში, არამედ ეს აგერ მკვდარ მატერიაში, ფიფკებშიც კი არის. ორი ერთნაირი კენჭი არ არსებობს. ზღვის ნაპირას ყოფილ ხარ. პიროვნულობა სხვა რამეა. და ადამიანი სწორედ პიროვნულობით განსხვავდება, როგორც წეგან გითხარით. ცხოველისაგან და არა ინდივიდუალურობით, იმიტომ რომ ინდივიდუალურობა არის ის მახასიათებელი, რომელსაც აქვს თვითშენახვის, თავდაცვის ინსტინქტი და საკუთარ თავს იცავს სხვა ინდივიდისაგან. და პიროვნულობა მზად არის თავის ინდივიდუალიზმის შეწიროს სხვა პიროვნებას, რომელიც სიყვარულში ვლინდება, რომელშიც ამ შეწირვაში რეალიზდება სიყვარული. და აი ადამიანის მარადიული ყოფა როგორც ღმერთისა. იმიტომ რომ მარადიული ყოფას მკვდავება ადამიანური კი არ ჭირდება. მაგალითად თუ ღვთისნება იქნება და არის ეგეთი ნება, ხო, სამყარო და ათეისტები ამას ამბობენ, რომ სამყარო იარსებებს მარადიულად. ჩვენ ხო ეგეთი მარადისობა არ გვინდა. ან მაგალითად ცხოველის მარადისობა, ვინმეს უნდა ცხოველის მარადისობა. ეს ამან ღორი, რომელიც იგავური სახით წარმოიდგება, ღორი, რომელიც გასუხდება, გაიზრდება და აღარ მოკვდება, სულ ღორი იქნება. თქვა დაიბადა 5000 წლისი და კიდევ დადის და ძუნძულებს და ღრუტუნებს და არ მოკვდა, თქვა რა მე, რა განსხვავებაა? ის 5000 წლის არის თუ 5 დღის არის. ღორია. ადამიანს ხომ არ უნდა ესეთი მარადისობა. იგივე ისლამში არის ეს მომენტი არის, რომ ისლამში იეჰოვას მოწმეებში, რომ მათი მარადისობა არის, კაი ჭამე, კაი სვი, კარგად ისიამოვნე. ადამიანს სხვა რამე უნდა და ქრისტიანობა გეუბნება ეს სხვა რამე არის, ეს არის ღმერთად ყოფნა. ოღონდ ეს ბოლომდე რა არის ჩვენ ხო არ ვიცით, მაგრამ აი მისათვის რომ ჩვენ მივიღოთ ადამიანური მარადისობა და არა პირუტყული, რომელიც ცხოველურ ინსტინქტებს, ჰედონისტს უკავშირდება, არამედ ადამიანური, მაშინ უნდა გავასწორებთ, რომ ჩვენი პიროვნულობა რა არის. და აი მე წეგან ვახსენე წმინდა სამება, როგორც უმაღლესი თეოლოგია და თეოლოგიის კვლევის საგანი. და ადამიანზე ქრისტიანობა ამბობს, რომ ადამიანი არის სამების ხატი. ნახეთ ეს რას ნიშნავს? რადგან ადამიანი ღვთის ხატია და რადგან ღმერთი არის სამება, ადამიანი რომ რეალიზდეს როგორც ღვთის ხატი, ქრისტიანობა ეს ასწავლის, შენ ახარ ღვთის ხატი და უფრო მეტი უნდა გახდე ღვთის მსგავსი. მაგრამ ღმერთი როგორია? ღმერთი სამება. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უნდა რეალიზდეს როგორც პიროვნული არსება, იმიტომ რომ ღმერთი არის სამპიროვნება არსება, პიროვნული არსებაა და სამპიროვნება. ადამიანი უნდა რეალიზდეს როგორც პიროვნული არსება, ოღონ ბუნებით ერთობაში.
კაცობრივთან ბუნებით ერთობაში. ცხოველთან არ გამოვა. გახსოვთ, ადამი რო შეიქმნა, მერე ქმნის ევას, რატო ქმნის ევას? არ ვარ ყველაფერი მზე შექმნა კარგია, ხვლიკი შექმნა კარგია ღმერთი ისახის. ღორი შექმნა კარგია, თავის ფუნქციას გადასერვად ასრულებს. შექმნა ადამიანი და არ ვარგა. რატო? მარტოა და შეუქმნა ევა. ესე იგი იმისათვის რომ ადამიანი იყოს კარგი, კარგად, მოდი ესე ვთქვა. აუცილებელია რომ ადამიანი იყოს პიროვნული არსება სხვა პიროვნებებთან ბუნებით ერთობაში. და აი ადამი და ევა, ნახეთ ორი პიროვნება ბუნებით ერთობაში. იმიტომ რომ ხორცი ხორცთაგანი, ევაზე ამბობს და ჩემი ხორცი ხორცთაგანი და ჩემი ძვალი ძვალთაგანი. ანუ ჩემია. მე და ევა ერთნი ვართ. ჩვენ შორის განსხვავება არ არის ბუნებით, მაგრამ პიროვნულად ორი ვართ. როგორც სანამ ევა არ შექმნა, ადამიანი ვერ ასრულებს თავის აი ამ ვერ არის სიმაღლეზე, რომ იყოს ღვთის ხატი და მსგავსი არსება. აუცილებლად ჭირდება სხვა. აი ეს სხვა გახდა ევა. მე შვილი შეეძინა. და მთლიანობაში მთელი კაცობრიობა არის ბუნებით ერთი მოცემულობა, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ ბუნებით, რომელიც ყველაზე აქტიურად ოჯახში ვლინდება, მაგრამ ჩვენ ბუნებით ერთნი ვართ, პიროვნულადაც სხვადასხვა, ამიტომ ერთი ძირიდან ამოსულები ვართ, ხო? ამიტომ ქრისტიანობა დაჟინებით უსვავს ხას, რომ კაცობრიობა წარმოიშვა ერთი ადამიანისგან, ერთი ძირისგან. ორისგან არა, ადამ და ევასგან არა, ერთისგან, ადამისგან, იმიტომ რომ ევა თვითონ ადამისგან შეიქმნა. ეს წერია ბიბლიაში და ნებისმიერი გადახვევა აი ამ სწავლებიდან არის ხსნის, გადარჩენის თვალსაზრისით, რასაც ადამიანური ხსნა ქვია, აი ამ გადარჩენის თვალსაზრისით გადახვევა. და მე ამას პავლე მოციქული ძალიან სერიოზულად არ ვითარებს. პავლე მოციქულის თეოლოგიაში ეს სერიოზულად არის განვითარებული, რომ აუცილებლად ესია. სხვანაირად მაშინ ქრისტე ვეღარ გამოგვიხსნით. ეს ახლა სხვა თემაა. უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი რომ რეალიზდეს როგორც პიროვნული არსება, ის უნდა როგორც ღვთის ხატი, რომ რეალიზდეს, ის უნდა რეალიზდეს როგორც პიროვნული არსება, ბუნებით ერთობაში მოყვასთან, კაცობრიობასთან და გახსოვთ, ხო? შეიყვარო მოყვასი თვის შენი, ვითარცა თავი თვისი. მაგრამ მარტო ამით არ რეალიზდება ადამიანი როგორც ხატი ღვთისა და როგორც პიროვნული არსება. აბა რითი? რა არის წმინდა სამებაში მნიშვნელოვანი? ის რომ ისინი ერთნი არიან ბუნებით, მაგრამ არის მეორე მახასიათებელი პიროვნულობისა. თითოეული მათგანი არის თავისუფალი. აბსოლუტური თავისუფლება თითოეულ მათგანს. ესე იგი ადამიანი რომ რეალიზდეს როგორც ღვთის ხატი არსება, ორი რამ არის საჭირო. ის როგორც პიროვნული არსება. ესე იგი ის უნდა რეალიზდეს სხვა კაცობრიობასთან ერთობაში და ამავე დროს ის უნდა რეალიზდეს როგორც თავისუფალი არსება. ეხლა რატო უსვავ ამას ხაზს? ვერ ხვდებით რომ აი აქ საქმე გვაქვს ანტინომიურ წყვილთან. ერთობა და თავისუფლება ურთიერთ გამომრიცხავი რომ არის, ხო ხვდებით? სადაც არის ერთობა, იქ კნინდება თავისუფლება. სადაც არის თავისუფლება, იქ დანაკლისს განიცდის ერთობა. მაგრამ ქრისტიანობა დაჟინებით უსვავს ხაზს, რომ ეს ორი, ეს ანტინომიური წყვილი რეალურად არსებობს სანსად ღმერთში, ღმერთთან და სამყაროს საწყისი სწორედ ესეთია, ერთობისა და თავისუფლების ერთობა. სადაც არის სრული ერთობა, ისეთი ერთობა, რომ სამი პიროვნება ერთი არსებაა და ისეთი თავისუფლება, რომ ეხლა ღმერთზე, მამა ღმერთზე და ძე ღმერთზე და სულიწმინდა ღმერთზე თავისუფალი ვინ არის? ხო სწორია? ამიტომ ის რაც თეორიულად გაუგებარია, ის არსებობს რეალობაში, ის არის სამყაროს საწყისი, მან შექმნა სამყარო ყოვლადწმინდა სამებამ, ამიტომ ადამიანი და კაცობრიობაში შესაძლებელია ეს რეალობა განხორციელდეს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ადამიანებს, აი ჩვენ გამოგვსდია საკუთარ თავზე, ეს ორივე პრობლემა გვაქვს. ჩვენ ყოველთვის განვიცდით თავისუფლების დეფიციტს, ხო განიცდით? ხო, სულ გაწუხებს, რომ არ ახარის თავისუფალი და განვიცდით ერთობის დეფიციტს. ერთობის დეფიციტი ცოლ-ქმარს შორის, დედმამიშვილებს შორის, მეგობრებს შორის, ეკლესიაში მონოზვნებს შორის, თანამშრომლებს შორის, საქართველოში ჩვენ პარლამენტს შორის ნამდვილად არ არის ერთობა, ხო, რაღაც ვერ ხერხდება ეს ვერანაირად. ხო.
ესე იგი, ნახეთ, ეს პრობლემაა, ეს მარტო პარლამენტარების პრობლემა კი არ არის. უბრალოდ ისინი თუნდაც ზემოთ აიწიან და ჩანან თორე. აბა თითოეულ ოჯახში ეგეთი პარლამენტი არა გვაქვს? ყველას არა, მაგრამ არის გამონაკლისების მადლობა ღმერთს. ანუ მე ის თქვა მინდა რომ ეს ორი რამ, თავისუფლება და ერთობა არის ორივე დეფიციტი. ადამიანები ამით ვიტანჯებით. და გამოსავალი არ ჩანს თითქოს, მაგრამ არის გამოსავალი. რა? იმიტომ რომ ესეთი ერთობა არსებობს, რომ არ არსებობდეს, მაშინ არაფერი არ გამოვიდოდა. მაგრამ არსებობს ესეთი ერთობა. ესეთი ერთობა არის ღმერთი და მეუბნება ღმერთივე რომ ჩემნარი უნდა გახდე. ანუ არათუ არ არსებობს ესეთი რამ, არამედ ეს ჩვენი დავალებაც არის. ეკლესია აი ამ ორი წყვილ, ამ წყვილის ერთად ყოფნის რეალიზებას უზრუნველყოფს. ერთობისა და თავისუფლების. ეხლა თუ მეტყვით რომ აბა დაგვანახეთო ეკლესიაში სად არის ეგაო, ეგ სხვა თემაა. არ ისის ეკლესიაში, არა მხოლოდ პოტენციაში, არამედ რეალობაშიც, ოღონ ეკლესიას სხვადასხვა საფეხურები აქვს, არის მიწიერი მებრძოლი ეკლესია და ზეციური მოზეუმი ეკლესია. ეკლესიის მიწიერი ნაწილი არის პირველი საფეხური და მეორე საფეხური გადადის მარადისობაში და აქ იწყება და მარადისობაში. მარადისობაში გადადის ეკლესიის ადამიანური მხარიდან მხოლოდ ის ნაწილი, სადაც ეს პრობლემა პოტენციაში მაინც მოგვარებულია. თუ ადამიანი ვერ მიაღწევს ერთობის სულს სხვა ადამიანებთან და თუ ადამიანი ვერ მიაღწევს თავისუფლების უმაღლეს ხარისხს, ან ამ გზაზე არ იქნება დამდგარი, ის მეორე საფეხურში მარადისობაში ვეღარ გადავა. ხედავთ ეკლესია რა სიტყვის? ეკლესია დღეს გეუბნებია რომ თავისუფლების შემზღუდავია და ადამიანებს აბრპირიქით. ეკლესია გეუბნება რომ თუ არ მიაღწევ თავისუფლების ისეთ ხარისხს, რომლითაც შენ ღმერთს დაემსგავსები, ან ისეთ ხარისხს, რომ დედამიწასაც ვეღარ დაეტევი, სასופველში ვერ შეხო. თავისუფლება არის მოთხოვნა პირდაპირ ქრისტიანული რელიგიისა და ეკლესიის. უნდა იყო თავისუფალი. პავლე მოციქულის წერილებში ეს წითელ ზოლად გადის. თუ ადამიანებმა ეს არ იციან, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც თავიდან გითხარით, მათ სურთ ზედაპირზე ფარფატი, პეპელასავი და სიღრმეში, არსის სიღრმეში წვდომა არ სურთ. და მათი რელიგიურობა არის გარეგანი რაღაც მიფუჩეჩებული რიტუალური მსახურება, არც მეტი, არც ნაკლები. ეს ქრისტიანობა არ არის. ეხლა ერთი რამ მინდა ამასთან დაკავშირებით კიდე გითხრათ. ადამიანი რომ უნდა პიროვნება, რადგან არის ადამიანი რეალიზდეს ბუნებით ერთობაში კაცობრიობასთან და სხვა ადამიანთან. აქ არის ერთი რამ. ეს არ არის ეთიკური ნორმა ქრისტიანობაში. ხო, გესმით ეთიკური ნორმა რაც არის. ანუ ის რომ ეკლესია რომ მეუბნება რომ იცით ჩვენ უნდა გქონდეს ერთობა. ეს ჩვენი ეთიკური ნორმები არ არის, რომელთაც ჩვენ ადამიანს ან ქრისტიანს დავემსგავსებით. არა. ეს არის ადამიანის აი ონტოლოგიური, ხშირად ვახსენებ ხოლმე ამ სიტყვას, ონტოლოგიური ნიშნავს აი რომ განვმარტოთ, ეს არის სიღრმისეული პირველადი საწყისი რაიმე მოვლენისა ან არსებისა. ამ შემთხვევაში ადამიანთან დაკავშირებით, როცა ვსაუბრობთ ონტოლოგიურ საწყისებზე, ეს არის ადამიანის სიღრმისეული პირველადი, ძალიან მთავარი, რომლის გარეშეც ადამიანი არ არის. ამიტომ ესე იგი ერთობისაკენ ვალდებულება ერთობისა და ამის მიღწევა არ არის ეთიკური ნორმა. ესეთი უნდა იყო, ესეთი წესია, ესეა მიღებული. ან კონიუნქტურა თქვა ეკლესიის, არა. ან რაღაც ზნეობრივი რაღაცა, იგივე ეთიკური. არამედ ეს არის ადამიანური ბუნების ონტოლოგიური საწყისიდან გამომდინარე. ანუ ამის გარეშე ადამიანი არ არის. გესმით? სხვა საკითხია რომ აი ამ შინაგან სწრაფვას ერთობისაკენ იყენებენ ადამიანები, რომლებიც ქმნიან იმპერიებს. იმპერიებს პოლიტიკურს, იმპერიებს ფსიქოლოგიურს და იმპერიებს რელიგიურს. იყვნენ ადამიანები, ხო, იგივე არსებობს ტოტალიტარული სექტის, ესე იგი, ფენომენი. რა არის ტოტალიტარული სექტა? აი დღეს
ოშო ესეთი ამერიკაში მოღვაწეობდა გონი ამერიკიდანაც გამოაგდეს რავალ ქვეყანაში აღარ უშვებდნენ ერთ-ერთი და დღეს ხდება მისი აგიტაცია თქვათ მისი მოძღვრებისა რომელიც არის ძალიან დესტრუქციული ადამიანური პიროვნებისათვის ხო და ეს არის ტოტალიტარული სექტის ერთ-ერთი თქვათ გამოვლინება იეhovას მოწმეების სექტა ტოტალიტარული სექტა არის ძალიან ბევრია ესეთი ხო არსებობს თქვათ პოლიტიკაში გამოყენება ადამიანური ამ თვისებისა თქვათ ფაშიზმი მაგალითად კომუნიზმი ფაშიზმის და კომუნიზმის რაღაც ლამაზ идеებით ახერხებდნენ და ეს შეიძლება გამოყენებული იქნას ისეთი ტერმინებით და განხორციელებული როგორც არის დემოკრატია თქვათ როგორც არის თქვათ აი ეს სოფლიო ერთიანობა გლობალიზაციის პროცესები და შემდეგ ანუ აქ ყველგან გამოყენებული არის ადამიანის შინაგანი ცნობიერი თუ ქცნობიერი სწრაფვა ერთობისაკენ და თუ ეს არ იქნა სწორ ჩარჩოებში ჩასმული ეშმაკი პარაზიტია საერთოდ ის იყენებს ადამიანის თვისებებს თვითონ კი ვერ აძლევს რამე ნიჭიერებას და თვისებას არამედ რაც მას აქვს იმის არასწორი მიმართულებით წაყვანა უნდა ცოდვა საერთოდ ესე განიმარტება ცოდვა არის ამარტია ნიშნავს აცდენას ანუ შენი შესაძლებლობებით მიდიხარ არა იქ სადაც უნდა წახვიდი არამედ სხვაგან და ეს უკვე ცოდვაში გამყოფებს ამიტომ ესე იგი ეს არის კიდევ ვიმეორებ როცა საქმე გვაქვს აი ამ ერთობის მოთხოვნასთან ეს არის ადამიანური ბუნების ონტოლოგიური საწყისები და აუცილებლად განსახორციელებელია ოღონ სწორად თორე თავს აღმოყოფ ამ პოლიტიკურ ან ესე იგი ან რელიგიურ სექტაში აუცილებლად ამოყოფ მეორე შემთხვევას რაც შეეხება მეორე შემთხვევა ეს არის თავისუფლება თავისუფლებასთან დაკავშირებით პიროვნული თავისუფლება განთავისუფლებს სწორედ ინდივიდუალიზმისაგან ანუ ეგოიზმისაგან აი ამ მარწუხებიდან განთავისუფლებს იცით როგორ არის თითოეული ჩვენთაგანი ხო არის ერთი საერთო ადამიანური ბუნება თითოეული ჩვენთაგანი ფლობს ამ ადამიანური ბუნების რაღაც პატარა ცისქნა ნაწილს და ამბობს ჩემია მაგრამ შენია თუ არ არის შენი აი მაგალითად დედა აჩენს შვილს ჩემია და მე როგორც უნდა ისე ზდის თუ სწორედ ესმის ხო კარგი და თუ არასწორად ესმის ხო შეიძლება რომ ბავშვი დაამახინჯოს აი მაგალითად დაბადებამდე დედა არის მომავალი დედაა და ფეხმძიმეთ არის დღეს ხო ესე საუბრობს ლიბერალური საზოგადოება ამ ქალის არის ამ ქალის უფლებებია და ჩემია ჩემი ნაწილია მოვკალი ნარკომანი კაცო ჩემია რა ეს ხორცი ასაც მინდა იმას უზავ ჩემ ხორცს ეს ის ჩემია და ეს ახლა მახინჯი ფორმები ვთქვი მაგრამ ეგოიზმი ზოგადად ახეთ ქრისტიანობა როგორც ცდილობს ამ უბედურებისაგან ეს ადამიანური ბუნების ცისქნა ნაწილი რომ მიითვისე და ჩემია იწახი ამისგან განთავისუფლებას ცდილობს ქრისტიანობა ორი მიმართულებით მონასტრით და ოჯახით მონასტერში შენი აღარაფერი აღარ არის შენი ნება რითაც ითავისებ შენ ადამიანური ბუნების ცისქნა ნაწილს ამ ნებას ტოვებ მონასტრის გარეთ მოგულისხმობ კარგ იდეალურ მონასტერს სადაც არის წინამძღვარი ისეთი რომელმაც იცის ქრისტესაკენ სავალი გზა და შენ ნებას ტოვებ გარეთ და ოჯახი სადაც პირდაპირ არის მინიშნება პავლე მოციქულისა ქმარო არ გეკუთვნის შენი თავი შენ იქ წერია შენი ხორცი თავს ნიშნავს ამ შემთხვევაში ჩვენ ბუნებას არამედ ცოლს ეკუთვნის ეო გაუხარდა ეხლა იგივე არის იქ სხვა მიმართულებითაც ცოლო არ გეკუთვნის შენი თავი შენ არამედ ქმარს ამ შემთხვევაში როცა პავლე მოციქული ოჯახის ოჯახურ ცხოვრებას განმარტავს ეს ზოგადად ადამიანურ ბუნებასაც ეხება ამიტომ ეს ეხება ეს იგივე პრინციპებია ეკლესიაში მეგობრებთან დედმამიშვილებთან გესმით ხო ხდებია რა ხო აი იმას დიდი სიყვარული არავის აქვს უფალი ამბობს ვინც თუ არა ისო ვინც თავითვისი დადოს მეგობრისათვის შენ რო ყოდები მეგობრისათვის ას ნიშნავს რომ შენი აი ცისქნა ნაწილი ადამიანური ბუნებისა რომელიც შენი საკუთრება არის სინამდვილეში ეგოისტურად კი არ ფლობ ამას არამედ ის შეგიძლია გასცე სხვა პიროვნების სასარგებლოდ და ამით შენ ესე იგი აი პიროვნული სიყვარულის აპოგეაზე ახვიდე რომელიც რა თქმა უნდა მარადიშობაში აი გაგტყორცნის რა თითქოს აი ეს
კოსმოსურ ხომალდს აიყვან მაღალი ორბიტაზე და გაიტყორცნება და მოძრება დედამიწას. აი ესე მოძრები დედამიწას მარადისობაში. ოღონ ღმერთისკენ არა კოსმოსში თავისთავად ცხად. ხო, აი ესეა. და ამიტომ მაგრამ როგორც კი ადამიანი საკუთარ თავს აიგივებს საკუთარ ბუნებასთან, საკუთარ ინდივიდუალიზმთან, ის იმ წამსვე ჩაიკეტება საკუთარ თავში, თავის ბუნების მიღმა ვერ მოქმედებს. ეს ცით რას ნიშნავს? საკუთარი ბუნების მიღმა რო ვერ მოქმედებს. საკუთარი ბუნება ხორცი და ეს შენი ხორცი და სული ხო სამყაროში ჩაკერულია. ეს საკუთარი ბუნება ხო აი აქ არის ჩაკერული. აი დეტერმინირებულ სამყაროში გრავიტაცია მოქმედებს, შუქი მოქმედებს, მიზეზშედეგობრივი ჯაჭვი მოქმედებს, ხო? სიბერე მოქმედებს, ყველაფერი მოქმედებს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ შენი პიროვნება შენ თვითონ ჩაკეტე ამ მიზეზშედეგობრივ ჯაჭვში, ხო სწორია? და აღარ თავისუფალი, გახსოვთ უფალი რეუნება იუდეველებსო, თქვენო მონები ხართო და როგორ უკვირთ, ჩვენ არავის მონები არ ყოფილვართო, ცოდვაზე მიანიშნებს. რა არის ცოდვა? ცოდვა არის შენი პიროვნების გამოკეტვა. აი ამ მიზეზშედეგობრივ, ანუ დეტერმინირებულ სამყაროში, რომ იმის იქით აღარ იყურები. მთელი რელიგიები იქმნება. რა არის ასტროლოგია? აი როცა ამბობენ რომ ეკლესიაში ასტროლოგია არის დემონური მოძღვრება. რათა კაცო ეხლა ის ასტროლოგები ეშმაკის სახურები არიან? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, არა დაცნობიერებით ეხლა შავ მესას კი არ ატარებენ. მაგრამ ასტროლოგია თავისი არსით დემონური მოძღვრებაა, იმიტომ რომ ის როგორც დოქტრინა არ გიშვებს სამყაროს იქით და გაიძულებს, რომ სამყაროს კანონზომიერების მიხედვით ბიზნესი აკეთო შეიყვარო, საერთოდ ყველაფერი გააკეთო, მას ეს არ არის, მაგრამ აი ესე გაიძულებს. ზომბი ხდები. თამდოს იონი ოქროპირი როგორ ამბობს, რას დავეძებ მე სამყაროს კანონებს, რაღაც საფეხურებს, იერარქიას, მე ამ ყველაფრის მიღმა ცოცხალი ღმერთისკენ ვიყურებ. რაში მაინტერესებს ეს ყველა? არ მაინტერესებს. რაში მაინტერესებს ეხლა თორნიკე რო თვალს მთრის იმ რა ქვია, იმ ნათურით და ეს კიდე აქედან მარჯვენა თვალს მიმრმავებს, ოთარი. რაში მაინტერესებს, როცა მე ერთი სული მაქვს, ღვთის სიტყვა ვიქადაგო და ჩემი გული ამით გავახარო და თქვენს გაგახაროთ, თუ გაგაგებინებთ. ეს მე მიშლის, მაგრამ არ მიშლის. დედამიწა მიზიდავს, მაგრამ ვერ დამიჭერს, თუ მე ღმერთი მინდა. ვინ გარმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტესა, ესე ცხოვრობს ადამიანი. ამის მიღმა ღვთისაკენ ეყურებს. ესენი გეუბნებიან, აი ეს ვარსკვლავედი ახლა ამ მდგომარეობაში შევიდა და ამიტომ შენ ეცადე რომ დღეს ბიზნესი არ დაიწყო. საქართველოს ეკიდე ეგუნა რომ ბიზნესი არ დაიწყო, კაცი როგორც იქიდან მოვიდა დრო და იქიდან უთხრა საგარელმა და აპაპაპა დღეს არა და ჩაეშალა ეს საქმე. საწყალი წარმოიდგინე. და ის რო არის წინასწარმეტყველები არიან და უწინასწარმეტყველებენ ჩვენ პარლამენტარებს, ჩვენ ესე იგი იმებს რა ქვია, ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ შენ ჩაიძირები, შენ რაღაცა გექნება, შენ აი რა გვეშველებ. ესე იგი წარმო 21 საუკუნეში მართლმადიდებლებს დაგვცინიან და ეს პოლიტიკოსები ოკულტიზმს მისდევენ და ვიღაცებს უსმენენ, რომლებიც ეუნებიან, რომ იცი რა, ეხლა შენ ესე დაგემართება, შენ ისე დაგემართება და ეს არის კატასტროფა. კატასტროფაა ეს. და აი როცა ვამბობთ, რომ აუცილებელია რომ რელიგიური ცნობიერება ჯანსაღი კონდეს საზოგადოებას, იმიტომ რომ ადამიანური ცხოვრების არსი, აი არს ვაღოთ 360 გრადუსი რო ავიღოთ, ხო? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი უკავია რელიგიურ ცხოვრებას. თუ ეს არ არის სწორედ, არის დამახინჯებული, თუ მაგალითად ადამიანი ესთეთიურად არის დამახინჯებული და კარგ მუსიკას როგორც თავში გელაპარაკე და კარგ ხელოვნებას ცუდისგან ვერ არჩევს. თუ ადამიანი ინტელექტუალურად არის დამახინჯებული და არათუ ესე იგი უმაღლესი მათემატიკა და ტრიგონომეტრია არის, არითმეტიკას კი უჭირს. და არათუ ესე იგი იმას თანამედროვე ფიზიკას ვერ იგებს, არამედ ნიუტონის ფიზიკაც არ იცის, ელემენტარულ დონეზე. და თუ ადამიანი ვერ ერკვევა ელემენტარულად სოციალურ ცხოვრებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. და ადამიანი ამით და ადამიანმა ლაპარაკი არ იცის, მეტყველება არ იცის, თქვა წერილის დაწერა არ იცის და თვლით რომ ადამიანი ნაკლულია. რატომ არ არის ადამიანი ნაკლული, რომელსაც რელიგიური ცნობიერება, რომელიც მისი ცხოვრების რაღაც მნიშვნელოვანი სეგმენტი უჭირავს ყველა ადამიანისა, აქ თუ ესე იგი არასწორად ინფორმირებული და დამახინჯებული აქვს ეს ცოდნა ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ადამიანს ამახინჯებს და ღებულობთ იმას, რასაც ღებულობთ. იგივე ჩვენს უმაღლეს პოლიტიკურ ელიტაში. ხო, აი ესეა. ამიტომ ესე იგი ჩვენ თუ გვინდა რომ
ესე იგი სწორედ ვიყოთ და ნამდვილად ადამიანები ვიყოთ, ამისათვის საჭიროა რომ ჩვენ უნდა ესე იგი სწორედ გვესმოდეს ერთობისა, ანუ ერთობის და თავისუფლების არსი. მე ვფიქრობ ეს საკმარისია ბიძგისათვის, რაც შემდგომი საუბრებისთვის გამოგვადგება. ამ თემაზე გავაგზავნებთ საუბარს, ეს თემა საკმაოდ ღრმა არის, ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს. ჩვენ რეზიუმი რო გავაკეთოთ, დავინახეთ, რომ ეს ყველაფერი, რაზეც მე ვისაუბრე, ეს არის მამა თეოდორეს აზრები კი არ არის. ეს არის ეკლესიის სწავლება პიროვნებისა და თავისუფლების შესახებ. ამიტომ ეკლესია არის გარანტი თავისუფლებისა და პიროვნებისა, თუ ადამიანი ეკლესიაში არის სიღრმისეულად. ისე, რასაც ამას ქრისტიანობა გვასწავლის. და ჩვენი შეხვედრების მიზანია, რომ გავიგოთ ეკლესია როგორ ასწავლის ქრისტიანობის შესახებ სინამდვილეში და არ გვეგონოს, რომ ვიღაცა რაღაცას იტყვის, ვიღაცა როგორღაც მოიქცევა და აი ეს არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის ის, რასაც ეკლესია ასწავლის. რომელიც მოდის, რა თქმა უნდა, ქრისტედან და მისი მოციქულებიდან. ხოლო თუ ქართველები ვართ ოროსნები და ამას ჩვენ არ ვსწავლობთ, ეს ეკლესიის, ეს ქრისტიანობის ბრალი არ არის. ეს არის ჩვენი ბრალი, ვართ ოროსნები, წარმოგიდგენთ ახლა ამ სასწავლებელში რომ იყვნენ, ესე იგი, რომ იყოს მეცნიერება მაღალ დონეზე მოწოდებული და ყველა სტუდენტი რომ ოროსანი იყოს. ვისი ბრალი იქნება? და პედაგოგებიც რომ ყოფილი ოროსნები იყვნენ. ვისი ბრალი იქნება? იმ მეცნიერების, რომელიც თქვა მაღალ დონეზე არის პროგრამები შემოტანილი, იქ ფიზიკა, თუ რაც არასას სწავლობს, სოციალური მეცნიერებები, მაღალ დონეზეა ყველაფერი, ხო? მაგრამ არც პედაგოგმა იცი, შეიძლება მაინდა-მაინც და არც იმან, რა ქვია. ამ სასწავლებელზე არ ვაპარაკობ, კაცო, მე მაგალითად მომყავს. ვისი ბრალი იქნება? ფიზიკა არ არსებობს, სოციალური მეცნიერებები არ არსებობენ, ჰუმანიტარული მეცნიერებები არ არსებობენ, არ არსებობს მისი სწავლის შესაძლებლობა, ყველაფერი არსებობს, ჩვენ არ გვაინტერესებს. და ერთ-ერთი мотиваცია იცით რა არის? ჩვენი პრობლემებისა და ამით ჩემ მონოლოგს დავამთავრებ. დღეს სამწუხაროდ ყველა მიმართულებით მე მგონი და რელიგიაში წესია. ჩვენ გგონია, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით. მაგალითად ქართველებმა ყველაფერი ვიცით რელიგიაში. თუ ვიცით, არავისგან არაფრის სწავლა აღარ გჭირდება. და შესაბამისად ნაყოფით სახეზია. ამიტომ როგორც ბრძენი ხალხი ამბობდა, მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი. და ეს პოსტულატი და ეს მართლა დიდი ჭეშმარიტება ყველამ საკუთარ თავზე უნდა გამოვცადოთ და შესაბამისად ვიცხოვრო და ეს იგივე ითქმის რელიგიურ ცხოვრებაში. მე უნდა თქვა, მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი და არასოდეს არ უნდა ვიყო კმაყოფილი იმით, რაც ვიცი. იმიტომ რომ მით უმეტეს რელიგიურ ცხოვრებაში ცოდნა არ არის რაღაც ინტელექტუალური პროცესი უბრალოდ. ეს არის ინტელექტუალური, ფსიქოლოგიური, სომატური და სულიერი პროცესი, რომლის თავში არის პიროვნული პროცესი ღმერთთან ურთიერთობის.